მოგესალმებით, გამარჯობათ, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი ვარ. შეგიძლია დაგვიკავშირდეთ ტრადიციულად დაგვირეკოთ, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. მე კი დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო წერილით, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, საჯაროდ გამოაქვეყნა ეს წერილი მიმართული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი. რამდენიმე ციტატას წაგიკითხავთ. პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან. წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი, თუმცა ამ ფონზე თქვენი მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც უკვე აღნიშნე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ამბობენ, ვაგრძელებ ციტირებას ამ წერილის, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო, თუმცა ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს. და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით. აკვირდებით, ხო? ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული ისევ დიპსტეითის დომინირებით, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. საკმაოდ ვრცელი წერილია და რამდენიმე მესიჯი არის ესეთი კურსი რომ გვხვდება საქართველოს მიმართ, თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. თავისთავად საჯარო წერილები არის ფორმა, როდესაც მიმართავენ ერთმანეთს, თუმცა ძალიან იშვიათად გამოიყენებენ სახელმწიფოების პირველი პირები საჯარო წერილებით ერთმანეთთან საუბარს, მაგრამ არის ასეთი ფორმა, მაგრამ გააჩნია კონტექსტს, კიდევ ერთხელ ვამბობ და გააჩნია ფრაზების წყობას. ამ წერილში უნდა ითქვას, რომ რაღაცნაირად დარღვეული არის, რომ რბილად მინდა ვილაპარაკო და თან რა სიტყვები მოვძებნო, არ ვიცი, აი დიპლომატიური წერილი, ვერ იტყოდი ამას, იმიტომ რომ პირდაპირ არის მინიშნება კი არა, ღია საუბარი იმაზე, რომ თქვენი ადმინისტრაცია რაღაცა თვალთმაქცობს, ვითომ მშვიდობის დამყარება უნდა რეგიონში და ამ დროს საქართველოს მოტეხილია ამ საერთო კონტექსტიდან და ეს ძალიან აბრაზებს და არ მოწონს ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ გვაქვს თქვენთან ღირებულებითი თანხმედრა და რატომ არ გვაქცევთ ყურადღებას. ეხლა ნებისმიერი ასეთი ტიპის წერილის დაწერისას ვიდრე სახელმწიფოს პირველი პირები დაიწყებენ ამ წერილის წერას ადრესატის წონას პოლიტიკურს, ადრესატის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ადრესატის გავლენას მსოფლიოში, ალბათ უნდა აქცევდნენ ყურადღებას და უნდა ესმოდეთ, რომ აი ესეთ ტონალობაში წერილების წერა დონალდ ტრამპის მიმართ, რომ შენი ადმინისტრაცია პასიურია, ყურადღებას არ აქცევს საქართველოს, რომ ბევრი კონფლიქტების მოგვარება გსურს შენი გადმოსახედიდან, ანუ ანაგვარებ ანარაო იმ პრობლემებსო და ამ ფონზე საქართველოს შენი ყურადღების მიღმა რჩება და აი ესეთი დიდაქტიკური ტონით დაწერილი წერილი, მეგობრებო, არ ამგონია რომ სასიკეთო იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. და მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ, როდესაც ესეთი წერილები იწერება, ვინ წერს ამ წერილს? ვინ არის ის ტვინიკოსი,
ვინც ურჩევს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს აი ამ სტილში წერონ ამერიკის პრეზიდენტის მიმართ წერილები. არ ვიცი, გითხრათ სიმართლე, გამიკვირდეს, გაგვაოგნოს ამან, თუ რა არ ვიცი. ჩვენ ხომ და ვაკვირდებოდეთ სოფლიოში შექმნილ ვითარებას. გვესმოდეს ეხლა რა ფუნქცია და მისია აქვს ხელში აღებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რა რთული გამოწვევებია საერთოდ სოფლიოშიც და ჩვენს რეგიონშიც. რა დაძაბულობის პირას ავართ ყველა მთელი მსოფლიო და როგორც ცდილობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი რაღაცნაირად მშვიდობის მყოფელის ფუნქცია შეასრულოს ამ პროცესებში და აი ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში ქვეყნდება საჯარო წერილი საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც ესე პირდაპირ ეუბნება თითის დაქნევით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, როგორ თუ ვერ მოიცალე საქართველოსთვის, ჩვენ ხო ღირებულებითი თანხwebdriver გვაქვს. შენც მორწმუნე კაცი ხარ, შენც ებრძვი LGBT-ს, შენც ამერიკის ინტერესებისთვის იბრძვი და ჩვენც ხო ვემთხვევით ამ ღირებულებებში და როგორ თუ ვერ მოიცალე საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ. აი ვინც არის მრჩეველი და ურჩევს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ამ წერილების წერას, ის დაფიქრდეს ამაზე. რას წერენ საერთოდ და რას ავრცელებენ. ეხლა მინდა გადმოვიდე არჩევნების თემაზე. მოგეხსენებათ 4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტიების რაღაცა ნაწილი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს. პატრიოტ ალიანსი ჩვენ მონაწილეობთ ამ არჩევნებში. არა იმიტომ, რომ ეს არჩევნები სამართლიანი, თანასწორი, თავისუფალია და ამის იმჯერა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პარტიას აქვს დიდი რესურსი, ჩვენი მხარდამჭერები და პარტიის წევრები სოფლებში, რაიონებში, საქართველოს დიდ ქალაქებში არიან მოტივირებული და უნდათ მონაწილეობა ამ ადგილობრივ საკრებულოებში და ჩვენ ეს საშუალება მათ არ უნდა მოუსპოთ და არც ერთი არჩევნები იმის მიუხედავად როგორ ტარდებოდა ეს არჩევნები ამ ქვეყანაში ჩვენ არ გამოგვიტოვებია და არც ამ არჩევნებს არ ვტოვებთ. მაგრამ როგორ ტარდება საერთოდ როგორ მიმდინარეობს ეს არჩევნები? რაღაცნაირად პატარა ექსკურსი მინდა ჩავატარო ეხლა თქვენთან ერთად და გავიხსენოთ როგორ ტარდებოდა არჩევნები ქართული ხელისუფლების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ 2011 წელს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა დეკლარაცია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც მოვლენ ხელისუფლებაში ქართული ოცნება ჩაატარებს სამართლიან, თანასწორ, თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებს, რომ ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ფორმირებას, რომ დემოკრატიული ღირებულებები და ფუნდამენტი დემოკრატიისა იქნება დაცული ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ ამბობდნენ, რომ რაც ჩვენ გადავიტანეთ იმ ბოროტი რეჟიმის პერიოდში, სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის პერიოდში, როდესაც ის რეჟიმი შლიდა საარჩევნო უბნებს, უნგრევდა სიებს, მიდიოდა გადაბირება ქართული ოცნების სიის კანდიდატების და დარბევა და მთელი ამბები. ამას არ გავიმეორებთ მომავალში და ყველას მიეცემა საშუალება არჩევნებში მონაწილეობდეს სწორედ თანასწორ, თანაბარ, სამართლიან პირობებში. პირველი წლები მართლაც რაღაცა ნიშნები იყო, რომ არჩევნები ტარდება. იმიტომ, რომ გაიხსენეთ ყველა პარტიას, ვინც მონაწილეობდა 2014-ის, 17-ის შემდგომ არჩევნებშიც, ქონდა ბანერები, პლაკატები გამოკრული, ზოგიერთს ბანერიც ქონდა გამოკრული, ამზადებდნენ საარჩევნო ბუკლეტებს, იქ პროგრამა იყო პარტიის წარმოდგენილი თეზისურად მაინც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმართებოდა დებატები, მე მაგალითად მახსოვს, როდესაც ვიყავი თბილისის მერობის კანდიდატი,
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი არჩევნების დროს მე კახიკალაძე, ზაალუ დუმაშვილი, ელენე ხოშტარია თუ არ ვცდები, ერთად ვიდექით პოლიტიკური დებატი იყო მეტეხის ტაძართან და ჩვენ ვლაპარაკობდით ჩვენს პროგრამებზე. გავიდა რაღაცა პერიოდი და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა გამოსვლა აი ამ დებატების სივრციდან და წავიდა იმ გზით, რომ მარტო თითო ლაპარაკობს თავის მიღწევებზე და იმ გრანდიოზულ სიკეთეებზე, რომელიც თითქოს და ამ ქვეყანას მოუტანა. ნუ რაღაც შემთხვევებში მოუტანა კიდეც. არც ამაზე ჩვენ არასდროს თვალი არ დაგვიხუჭავს, რომ კარგზე კარგი გვეთქვა და პრობლემაზე ვთქვათ, რომ პრობლემაა. მაგრამ ეხლა მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ქართულმა ოცნებამ არჩევნებიდან გამორიცხა დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იყო ძალიან საინტერესო პლატფორმა, მართლაც დემოკრატიული, იმიტომ რომ ყველა პარტიას ჰქონდა მისი საეთერო დრო და ამ დროში პარტია აყალიბებდა მის პოზიციებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მის პროგრამებს, მეც გეტყვით, პარტიის კანდიდატებს ეთმობოდა დრო, მაჟორიტარ კანდიდატებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე და საშუალება იყო იმისა, რომ გაგეცნოთ ეს კანდიდატები, ხა ყველა პოლიტიკოსად ხომ არ იბადება. ხდება პოლიტიკოსის ფორმირება, განსაკუთრებით რეგიონული ლიდერების, რომლებიც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომლებსაც უნდა მოусმინოს და მეორე არხის ეს პლატფორმა ამ კუთხით იყო ძალიან საინტერესო. ესეც მოსპეს. გავაგრძელებ საუბარს, ზარია ჩვენს ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ, მესმის თქვენი. აი ახლა პირამიდ გიჩქე თქვენ ტელევიზორში, ხალბატონო. დიახ. აი ჩვენ ამის ვეტერნებს საჩედილი ესროპეთოძე ჩაიწოს ადამიანმა. რა რომ თნას ვერ გავიგე, თავიდან მითხარით რა. აი ჩვენ ამის ვეტერნებს საჩედილი პროცესზე ჩაიწოს აი ეს გამოკვლევა. კეთილი. ამის შესახებ ხშირად საუბრობთ ხოლმე ობიექტივის ეთერში, მალხას თოფურია კურირებს ჩვენი პარტიიდან ვეტერანების თემას და არის საბედნიეროდ ვეტერანებისთვის კლინიკა, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გაგიწევენ ყველანაირ სამედიცინო და მომსახურებას და გაცნობებთ ამ ნომერს და ეხლა ზეპირად არ მახსოვს სიმართლე გითხრათ და შეგიძლიათ იქ მიბრძანდეთ და ჩაგიტარებენ გამოკვლევებს, რაც თქვენთვის საჭიროა. არჩევნებზე ვსაუბრობ მე და ვსაუბრობ იმაზე, როგორ შეიცვალა ნელ-ნელა საქართველოში არჩევნების საერთოდ ფილოსოფია, რასაც ქვია. და როგორ მივედით ჩვენ იმ რეალობამდე, როდესაც დარჩა მხოლოდ ერთი პარტია. აბა გაიხედეთ ქუჩაში, თუ სადმე დაინახავთ სხვა პარტიის ბანერს. გარდა ოცნების კანდიდატების ბანერებისა. აბა გაიხედეთ ქუჩაში, თუ ნახავთ რომელიმე სხვა პარტიის აქტივისტების მიერ დარიგებულ ბუკლეტებს. ან რაღაცა დებატს თუ სადმე მოისმენთ, რომ ერთმანეთს პარტიების ლიდერები საარჩევნო პროგრამის ირგვლივ ეკამათებოდნენ, ეპაექრებოდნენ, რაღაც აზრთა ჭიდილი იყოს. არაფერი არ არის ამ დაგვარი. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობა, ხალბატონო ირმა. გამარჯობა. მე ბატონ ილიას კი უთხარი ადრე, მაგრამ ვერ მოვიცალე უბრალოდ. მე მაქვს გეგმა, ისეთი გეგმა, რომ დაიცვა თქვენი ხმა. ერთი ხმაც რომ არ დაიკარგება, მაგრამ როგორ მოგაწვდინოთ ეს? მე რაიონში ვარ, თბილისიდან წავედი საერთოდ. რომელ რაიონში ცხოვრობთ ამჟამად? თუშეთში. კეთილი. დაგიკავშირდებით თუ თქვენი ტელეფონის ნომერს დატოვებთ და გაგესაუბრებით გადაცემის შემდგომ. დიდი მადლობა. თქვენ თუ ესეთი გეგმა შეადგინეთ ამ სისტემის პირობებში, ხმების დაცვა როგორ მოვახერხოთ, ეს ძალიან დიდი გარღვევა იქნება, ამიტომ ყურადღებით მოგისმენთ.
არა ბანერები, არა დისკუსია, არა აზრთა სხვადასხვაობა, არა თანასწორი გარემო, იმიტომ რომ თუ შემოწირულობებსაც გადავხედავთ, ამასაც გაგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის შემოწირულობა ვინ მიიღო? სახელმწიფო პარტია, მმართველმა პარტიამ. და ეს არის საერთო აი ყველა პარტიის შემოწირულობის, ჯამური შემოწირულობის 87%. ყველა პარტიამ ჯამურად 7.592.948 ლარი მიიღო და აქედან 6 მილიონი, აი 7 მილიონიდან 6.573.370 ლარი ოცნების შემოწირულობა, აი ბიზნესმენები, პარტიის მხარდამჭერები რომ წირავენ საარჩევნო სახსრებს პარტიას. და განა ეს თანასწორი გარემოა? ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. შუათელში რო ისა თალბატონო ირმა გენაცვალე. ატენცივით მომდია ყოველთვის, იმიტომ რომ თქვენი სახის ხურება ძალიან სიამოვნებს ხოლმე. შემოძიება ადამიანო, ეხლა გისმენთ და გუნდაც პატივს დავრეთე რატომღა. აი ხა თქვენ ეხლა საუბრობთ რომ ყოველთვის დებატები იმართებოდა წარსულსებშიო, მე მახსოვს სააკაშვილის დროსაც. სანამ ეს მთავრობა მოვიდოდა და საერთოდ ყველა მთავრობებზე მაქვს ლაპარაკი. მაშინ სანამ მოვლენ სათავეში, მოკლედ აი ისეთი მობიერები არიან, ხალხისთვის არიან, ხალხის სახელით ლაპარაკობენ. ნებისმიერ მთავრობაზე ლაპარაკობს დღეის ჩათვლით. მე როდესაც მოვლენ ეს მთავრობები, რატომღაც ეს ქვეყანას თავიანთი გონიათ, ეს ხალხი მოკლედ მოაჯდებიან ამ ხალხს და როგორც უნდა ისეთ ყვეტენ, რასაც უნდა ისეთ ყვეტენ. მე ხალხის აზრი და რამე აღარაფერი არავის არ აინტერესებს. თუნდაც ეს მთავრობა ამ მთავრობაზე ვლაპარაკობ. აი მე მაგალითად აი სტადიონზე იყო ხოლმე ლაპარაკი, ქალბატონო ირმა, რომ ეს სტადიონი უნდა დაანგრიონ და ააშენონ ახალი სტადიონი, რომელიც იჯდება 1 მილიარდი. მე ვეკითხები მთავრობას და თვითონ მომსმენებს, ეხლა ვისმენ ეთერში გისმენთ. ეს სტადიონი არის აშენებული ოდითგანვე და ზირზეთი სტადიონი ქალაქის გულში. აი ვისაში სჭირდება ახალი სტადიონის გაკეთება, როცა ამდენი სახსრებთან არის დაკავშირებული. და რატომ უნდა გაკეთდეს სხვაგან და აი ხალხს ესეთი ეწურებადება, რომ როცა ხშირი მოსახლეობა ხალხს პენსიებს არ უზდი, სოციალური ისინი რა ქვია ბავშვებია თუ დიდებს არ უზდიან, შემწეობებს, რომელსაც ძალიან უჭირს. არანაირი ხელვასები, არანაირი სამსახურები, ვითომ არის, ვითომ კეთილდღეობა, ხალხი მდიდარია, კარგად ცხოვრობს და თავიანთ გადმოსახედი და რო იყურებია. აი მე ვეკითხები რაში სჭირდება მოსახლეობა, როცა არის სტადიონი. ესე იგი იმიტომ სჭირდებათ, რომ მოსახლეობას ეწურებადება, რომ მაგათვისაც სარგებელია ბევრი და ძალიან ბევრი და ეხლა ხალხს არ გეკითხებენ, აი ჩვენარი რამდენი იწვის ეხლა მაგალითად ამ სტადიონზე. ეს ერთი. მეორე კიდე გამოდიან მთავრობის არხებზე მოსახლეობა, აი მაგალითად რუსთავის ვერსაკებდნენ, იქ რაიონებში ოზურგეთი რა ვიცი, ათასნაირად. ჩვენ ისეთი კარგი მერი ყავს, რომ ჩვენ გვაყოფილები ვართ, ძებს გვიგებს, ამას გვიგებს. აბა იცის მოყავს თუ არ უნდა გაგიკეთოს ამ მერიმ და იცის, მარტო რომ ჩამოთვლი, ხო? რაერთი არავინ არ ამბობს სოციალურ თემაზე, აი სასაკოლები, რომელიც დგანან, ამ პენსიებზე, ამ სოციალურების გაზაზე, ამ ბანკები რომ გაგვიუქმონ პენსიონერებს, ჯარცვალს და წესის 350 რო ვიღებ და იმასაც რომ ვერ ვიღებ და არაფულია 350, მასკა თავიანთი თავები აიგდონ. და ეს ყველაფერი ეს ხალხი ბრმარი ვერ ხედავს, ვერ გავიგე კაცო. ესე როგორ უდგებია მთავრობა, რომ კარი გამოიყვანონ მთავრობა, რომ აი ესეთი რაღაცების ლაპარაკობენ. ჩვენ ხო რეალურად ხედავთ ამ ყველაფერს და გვაბრმავებ მე კაცო, არის ქალები ასაკობლებზე ლაპარაკობ. არ როგორ მიდგანან და როგორ გამოყავთ, აი ნებისმიერი მთავრობა ასე აკეთებდა, აი პირფერულად, აი მოსაჩვენებლად, ეს ჩვენ ვიცით კაცო, აი ასაკოვანი ვარ მე თვითონაც და
ვერა შენი კი არა როგორ აკეთებდა ეს წარსულები და დღევანდელები. გაითვალისწინო კაცო, არა ეხლა არის პერფირომა და ეს ყველაფერს უარჩევენ ტელევიზიით და კადრებით. ყველაფერი კარგად იცის მოსახლეობაში და წყვილით იყვნენ, თორე თუ სოციალურ თემაზე ხალხი გამოვიდა, მე წყვილი ისმინონ. მე არ ვიცი რა მოუხდებათ მაგას და ხელი ბატონ თარხან მეურავს უსმენდი რომ განმეორებით იყო რომ ის რა ქვია არ ლაპარაკობენ სოციალურ თემაზე ხალხი მართლაცია იმიტომ რაღაცა ჩვენი ქვეყანა მორიდებულია ატარტავანია რა არის ვეღარ ვიგე მაგრამ სხვა თემა შეიძლება იყოს გამოვიდნენ და აი ეს თემა ამოტივდეს მე იმაში და ესე გაითვალისწინო კარგად გავწიდნენ გამარჯობა მუზეუმობენ მადლობა მოწმენისთვის მადლობთ საინტერესო ზარისთვის არჩევნებზე საუბრობთ ახლა ჩვენ რაღაცნაირად წამოვედით არჩევნების ანალიზი აი რა ტიპის არჩევნები ტარდება ჩვენს ქვეყანაში გითხრათ სიმართლე 2014 წელს როდესაც პირველად მომეცა საშუალება მანამდეც სააკაშვილის პერიოდში ერთი არჩევნები იყო 2008 წელს როდესაც მოვსინჯეთ ძალები მე პირადად ბორჯომში მაგრამ მოგეხსენებათ რა სისტემა იყო სად იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში არჩევნები ანუ ვინ რას გაგამარჯვებინებდა და ვინ რა შედეგს მიგაღწევინებდა თუმცა ძალიან სამწუხაროა რომ იგივე გზით წავიდა ქართული ოცნება რასაც მას უკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი ეხლა იგივე მეთოდოლოგიას და იგივე ტექნიკას იყენებს თავად სხვა პარტიების წინააღმდეგ და ვართ იმ რეალობაში სადაც ვართ ერთპარტიულ რეალობაში ვართ ჩვენ პარლამენტი ერთპარტიული არჩევნებიც სინამდვილეში ერთპარტიული იმიტომ რომ არათანაბარი, არასამართლიანი ვითარებაა, როდესაც შემოწირულობის 97% ერთ პარტიაზე მიდის, როდესაც მხოლოდ ერთი პარტიის ბანერები არის გამოკრული, როდესაც არანაირი დებატი არ არის, როდესაც მართველი გუნდის კანდიდატები, არ ვიცი, დიდი ნაწილი უცნობი საერთოდ საზოგადოებისთვის გარწმუნებენ იმაში, რომ ძალიან ბედნიერად ცხოვრობთ, აყვავეს რეგიონები, გააბწყინეს სოფლები და რაიონები და ამ დროს იმ სოფლებსა და რაიონებში რეალობა სულ სხვაა, ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმი რომ ტყუილით ასაზრდოებდა და კვებავდა, ცდილობდა ყოველ შემთხვევაში ხალხს იგივე გზით წავიდა ქართული ოცნებაც და დავიჯერო ეხლა საბჭოთა არჩევნები არ გახსენდებათ? რა იყო ის არჩევნები? მაშინაც ბედნიერად ცხოვრობს ხალხი, ერთი პარტია, აი თუ არის ფოტოები შეგვიძლია მივცეთ, საბჭოთა არჩევნების ფოტოები, ბედნიერად მიდიოდნენ, წყნარად იდგნენ რიგში, ხმას აძლევდნენ ერთ პარტიას და ერთი პარტია იყო წარმოდგენილი ბიულეტენში, სხვა არც იყო, ასევე კანდიდატებიც ერთი და აგერ ესეთი ბიულეტენები იყო მაშინ და სარეკლამო რაღაცა ფურცლები და ასე ბედნიერად ერთი პარტია ატარებდა ერთპარტიულ არჩევნებს და მუდმივად ხმების 99%-ს იღებდა კომუნისტური პარტია. ეს გვინდოდა ჩვენ, აი ასეთ რეალობასთან პარალელი უნდა გვჭირდებოდეს დღეს 21 საუკუნეში ჩვენ არ უნდა მიგვეღწია იმ არჩევნებისთვის, როდესაც რწმენა ექნება არჩევნების, როგორც მასში მონაწილე პარტიას, ისე ხალხს, რომელიც მიდის არჩევნებზე და ეხლა ხშირად იციან ხოლმე რაღაცნაირად ჩვენმა ზოგიერთმა ტელემაყურებლებმა დაგარიგებენ ძალიან, რომ აი სად გაყალბდა, როგორ გაყალბდა ჩემთან ამას ნუ მოყვებით მეგობრებო, მე ჩემი თვალით ვნახე, რაც საგარეჯოში მოხდა, რაც შემდგომ სხვა რეგიონებში მოხდა და როგორ ხდება ამ პროცენტების მერე შენ რასაც მიიღებ იმის გადანაწილება სხვა პარტიებზე. ვისი შენ? ყვანაც უფრო სწორად შეთრევაც ეს ტერმინი გამოიყენა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვათა შორის 2020 წლის არჩევნების შედეგებზე მსჯელობისას რომ მოგვიწიაო იმ პარტიების შეთრევაო ეს რას ნიშნავს მოგიწია ანუ ვერ შედიოდნენ
და რაღაც манипуляციები ჩაიდინეთ და შეიყვანეთ და ეგ манипуляცია ის იყო რომ პატრიოტთა ალიანს ართმევდნენ წლების მანძილზე ხმებს და ამ ხარჯზე ხდებოდა მე სხვა პარტიების შეყვანა პარლამენტში. ეს არის მწარე სიმართლე და ეხლა ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა, ეს მათი საკითხია დაიჯერებენ თუ არა. ყოველ შემთხვევაში ის პროცესი, რასაც არჩევნები ქვია, ძალიან შორს არის ჩვენს ქვეყანაში იდეალური არჩევნებისგან, რომლისთვისაც წესით უნდა მიგვეღწია, იცით? და ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ არ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ აი ერთადერთი ისეთი სამართლიანი და სწორი არჩევნები ჯერ მაინც კომუნისტების პერიოდში ბოლოს ჩატარდა. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ 30 წლის წინ რა იყო? ეხლა რა არის? შევცვალეთ საარჩევნო გარემო, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა. ერთ პარტიაზეა მორგებული ყველაფერი. ასე იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, სხვანაირად კი არ იყო. და იქაც მერე საარჩევნო უბნებზე ხალხი რომ მიდიოდა, გახსნილი საზარზე იმით დიდი პომპეზურობით, სასადილოებით სავსე იყო, სოსისები, ხიზილალები და ყველაფერი, რომ ეს საბჭოთა დაღლილი, მოტყუებული მოქალაქე მიეყვანა და ხმა მიეცა კიდე ერთადერთი ბიულეტენში წარმოდგენილი პარტიისთვის. ახლა რა განა არ გვარწმუნებენ იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერად ცხოვრობთ, თქვენი მაცივრები სავსეა, ხალხი დასაქმებულია, არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ უნდა მოგწონდეთ, აბა რა? გააზრება იმისა კი არ არის, რომ ხელისუფლება არის მსახური ხალხისა. პირიქით არის ისეთი სულისკვეთება, რომ ხალხი უნდა იყოს კმაყოფილი ხელისუფლებით და ზოგჯერ აუმადურები ხართ, რომ არ მოგწონთ თქვენი ცარიელი მაცივარი, ნახეთ? უნდა მოგწონდეთ, მაშინაც კი, როცა თქვენი მაცივარი ცარიელია, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს მაცივარი სავსეა და თქვენ უნდა აღივსოთ ბედნიერებით და ერთმა ქალბატონმა რომ დარეკა ეთერში უკუღმა შენდება ქვეყანაო და ტაშს გვაკურევინებენო და აი ამ ცარიელ მაცივართან ტაში უნდა უკრას ქართველმა ხალხმა. ეს არის სინამდვილეში რეალობა, ხას უსვამ ძალიან მწარე და ძალიან მძიმე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ამ ფონზე არ ისმის საერთოდ არანაირი გეგმა, არანაირი გეზი, როგორ უნდა გამოსწორდეს, შეიცვალოს უკეთესობისკენ ადამიანების ცხოვრება, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება. დებატებზე რომ ვლაპარაკობდი მე, რომ დებატები მოკლეს და ცალკარში ლაპარაკობს ყველა, განსაკუთრებით ხელისუფლება, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო და ეფექტური არის გქონდეს დებატი ხელისუფლების წარმომადგენელთან. ამ დებატებისას ხო მოისმენდა ჩვენი ტელემაყურებელი, ვის რა გეზი აქვს, ვის რა ფიქრი აქვს, ვის რა პროგრამა აქვს. ჩვენ ხავ საუბრობთ ხშირად ჩვენი ეთერიდან იმაზე, რომ საშუალო ფენა უნდა შეიქმნას ქვეყანაში. ოჯახური ბიზნესი უნდა წამოდგეს და დადგეს ფეხზე. ყველა ოჯახს უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ რაღაცა აწარმოოს. და ამისი გაკეთება წლების წინ შეგვეძლო. ის კი არა ელიტური ფონდები რომ შექმნეს, აწარმოეს საქართველოში და რაღაც დიდ ბიზნესს რო ეხება, ელიტურ კომპანიებს რომ ეხება. არა. თქვენაირ მოქალაქეს რომ შეეხება და თქვენისთან ოჯახებს რომ ამოასუნთქებს, ესეთი პროექტი შევთავაზეთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცი მე რომელ წელს, 2014 წელს ქართულ ოცნებას და მაშინ რომ ეს ფონდი ამუშავებულიყო და დავხმარებოდით ჩვენს მოქალაქეებს ოჯახური ბიზნესის აშენებაში, დღეს რაღაცნაირად გამოიკვეთებოდა ნიშნები მაინც საშუალო ფენის და დღეს რა არის, რას ხედავთ, სად ცხოვრობთ ჩვენ? ჩვენ ცხოვრობთ რეალობაში ახალი ფეოდალების, გამდიდრებულების და დღითი დღე გაღარიბებული ჩვენი თანამოქალაქეების. ამ რეალობაში ვართ ჩვენ. თუ მეშლება რამე და არასწორად ხედავთ, მომიყევით, აბა იქნებ მე ჩემი აღქმა არ არის სწორი. ზარია ეთერში კიდევ ერთი. ისაუბრეთ. ითხრათ ხალხო
პური 4 ლარი კაცო 1 კილო პური ქართველებს ეროვნება არ აქვს დღემდე რომ მამისახელი შეიძლება იმ 13 წელია რაც მთავრობაა და ხელი უნდა დამქრიოს და კიდე უნდა მივჩიოთ უნდა გაქროს სამუდამოდ ამ ქვეყნიდან ნომერი მერვე უნდა ავირჩიოთ მადლობთ ხარდაჭერისთვის ძალიან დასაფასებელია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენს მიმართ მე სამართლიანობა მინდა დავიცვა და ვთქვა რომ აი ეს ცუდი რომ იყო ის სააკაშვილის რეჟიმი ძალიან ბოროტი რეჟიმი რომ იყო მართლაც რა ის არისო ერთპარტიული რეჟიმი როგორ არისო ქმნიდა თავის რაღაც ფსევდო სატელიტ პარტიებს და ვითომ დემოკრატიას თამაშობდა აი ამას აკეთებდა და ყველა არჩევნები ქონდა უზურპირებული აგერ გარდაიცვალა ჩვენი თანამებრძოლი ლევან გაჩეჩილაძე ცოტა ხნის წინ და განა ლევან გაჩეჩილაძემ არ მოიგო არჩევნები მოიგო მაგრამ ვინ მიცა ეს გამარჯვება იმ რეჟიმმა წაართვა სწორედ და ჩვენ არ გვინდოდა რომ ისევ იგივენაირ რეალობაში გვეცხოვრა მე გავიხსენე წეღან 2014 წლის არჩევნები 2015 წელს საგარეჯოს არჩევნები სადაც შუალედურ არჩევნებში მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მე 2016 წლის ყოველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენ მივდიოდით ერთპარტიული სისტემისკენ და ამას აკეთებდა ქართული ოცნება ანუ აგრძელებდა იმ მანკიერ გზას რაც ჩვენ არ მოგწონდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ნელ-ნელა აბა დააკვირდით ჩემნაირ ადამიანსაც რომელიც არ ჩერდება და უყვარს ხალხთან შეხვედრა და საუბარი და მოქმედება და არასდროს არ გავჩერებულ არ უკლავ რწმენას ამ არჩევნებისადმი რწმენას და პლუს კიდევ აკროფ აი ამ განცდას რომ მისი ხმა მოვა ჩემთან ამ მრჩეველშიც საკმარისია ეს უნდა დამთავრდეს არ შეიძლება ფსევდო იყოს ყველაფერი ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს ფსევდო პარლამენტი იყოს რაღაცა იმიტაცია ნამდვილი პარლამენტის არ შეიძლება არ გაიხსნას კარი და ყველაფერი არ წამოვიყვანოთ სიმართლისკენ კი სიმართლისკენ იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩვენ დღეს გვაკლია სიმართლე ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით კი სოციალური თემატიკა მნიშვნელოვანია ეხლა წერდა სოციალურ ქსელში ჩვენი თანამოქალაქე კარგია რომ ამ თემებს უთმობთ ხშირად ყურადღებასო სული გძრება პენსიონერებს მოგხედეთ მოგვაქციეთ ყურადღება ლაგოდეხიდან წერს ქალბატონი იმდენი მოცულობის ვალი დამიგროვდა შვილო რომ მე რომ მოვკვდები კიდე ვალი დამრჩება ბანკისო გესმით ხალხო რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ და ვინ ფიქრობს საერთოდ ადამიანის სიკეთეზე არ ვიცი რა სამაგიეროდ ვხედავთ ჩვენ რომ აი ამ პატარა ქვეყანაში დიდი წარმატებით ვდიდრდებიან მინისტრები იმათი მოადგილეები და მეც ვიყავი დეპუტატი და რაღაცა ვერ გავდიდრდი გავღარიბდი კიდე იმის მერე და ეს ხალხი ამ ყველაფერს როგორ ახერხებს გაუგებარი არის ახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სხვათა შორის და იმ ტენდერების ხარჯზე რომელიც ქართული ოცნების მოკავშირე კომპანიებს უდევთ ჯიბეში აბა წადით თქვენ მოიგეთ რამე ტენდერი თუ მოგაგებინებენ ზარი კიდევ ერთი გამარჯობათ ისაუბრეთ ისმის თქვენი ხმა ისაუბრეთ დრო იკარგება უბრალოდ ტელევიზორს უნდა დაშორდეთ ახალი ტელემაყურებლისთვის საყურადღებოდ გავიმეორებ კიდევ ერთხელ როცა რეკავთ პირდაპირ ეთერში თქვენი ხმა მე მესმის ტელევიზორს დაშორდით და
დაიწყეთ საუბარი, არ არის ცენზურა ჩვენს არხზე, არავინ არ იბლოკება და თავისუფლად შეძლებთ თქვენი მოსაზრების თუ პოზიციის დაფიქსირებას. ახლა რას იმეორებს კიდევ ქართული ოცნება სააკაშვილის რეჟიმის პერიოდიდან, აი რა შეიწოვა და აითვისა კიდე. ნაციონალურ მოძრაობას ვებრძვითო და ხვალ თუ არ ვწდები უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 400 გვერდიანი და ამის შემდეგ უკვე როგორც ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ ამ დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს სარჩელი და გააუქმონ აკრძალონ ნაციონალური მოძრაობა თუ არ ვიცი კიდე რა პარტიები. ხო და აი ამ ფონზე რო გადავხედე ქართული ოცნების კანდიდატების ბიოგრაფიებს 80% იმ ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან არის გადმოსკუპებული ქართულ ოცნებაში. და ძალიან კარგად შერწყმულ შესისხორცებული ოცნებასთან. და კიდევ აი ის ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე და წარმომადგენელი და მგზნებარე მხარდაჭერი და ნაწილი რომ იყო, მოუბრუნდება და დღეს ჩემნაირს რომელსაც შეიძლება რაღაც საკითხებზე კრიტიკული აზრი მაქვს, მაგრამ არა ვარ მე მტერი ქართული ოცნების და არანაირი რევოლუციებით ამ ქართული ოცნების შეცვლა არ მინდა, მე მინდა არჩევნებით იცვლებოდეს ქვეყანაში ხელისუფლებები, მოუბრუნდება და ეტყვის, რომ როგორ ბედავთ თქვენ აკრიტიკებთ, დაგვიტოვეთ რა უფლება, რომ რაღაცა საკითხებზე გქონდეს ჩვენი აზრი. და სწორედაც რომ კრიტიკული, იმიტომ რომ თუ ეს კრიტიკული აზრიც გაქრება და ჩაქრება, მაშინ მე არ ვიცი, თქვენ უნდა გახსოვდეთ რა სადამდე მიდის ესეთი მართლობები. იმიტომ რომ ის საბჭოთა ეპოქა ჩვენ ტელემაყურებლებს რაღაცა ნაწილს გამოვლილი აქვს. შეიძლება ახალგაზრდებს ეს საბედნიეროდ არ გამოუვლიათ, მაგრამ ჩემი და უფროსი თაობის ტელემაყურებელს ნანახი აქვს ის ყველაფერი. და რა ჩვენ განა 30 წლის მანძილზე იმისთვის ვიბრძოდით, რომ ქვეყანაში კიდე კომუნისტური ტიპის და სტილის არჩევნები ტარდებოდეს? გახსენით ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ბევრი დებატი, 10 წამიანი რეკლამა მოგვაკუთნეს დიდი ბრძოლის შედეგად. 10 წამში რა უნდა თქვას ადამიანმა? აი პარტიამ რა უნდა თქვას 10 წამში? მიდის მარტო გაშანშალებული ქართული ოცნების რეკლამები, უფასო სხვათა შორის, ობიექტივზე სხვა არხებზე. ის კი არა რომ ფასიანი რეკლამა მოიტანონ, ობიექტივის სტილის ტელევიზიაში, იმიტომ რომ ხარდაჭერა კონდეს ასეთ დემოკრატიის ფანჯრებს. სურო დაიხურა და აღარ არის ქვეყანაში. საიდანაც მართალი სიტყვა ისმის. და წააშველე რაღაცა ასეთ ტელევიზიას. არა, უფასო რეკლამა უნდა მოგიტანონ და მიდი შლიგინით ობიექტივის ეთერში ჩვენი წვალებით და ტანჯვით შექმნილ ტელევიზიაში. ქართული ოცნების რეკლამა და ჩვენი რეკლამის გაშვების უფლება თურმე არ აგვაქვს. მაშინაც კი, როდესაც ყველა სხვა პარტიას ობიექტივის თავაზობს უფასო რეკლამის განთავსება. შეიცვალა კანონმდებლობა და აი ესეთი კანონი მიიღეს. და აკვირდებით იმას, რომ ყველა კანონი, რაც ბოლო პერიოდშია მიღებული, ერთ პარტიაზეა მორგებული, ამას მაინც აკვირდებით. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ, ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. მე როგორც თქვენი ამომრჩეველი და თქვენი მხარდამჭერი წლების მანძილზე ერთი საქმარი მაქვს თქვენთან. ბრძანეთ. მოუჭერი სხლისხედა თურმე კეთდება არაშოულებრივი ინსტრუმენტი. და თქვენთან იყო ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც აკეთებს ამ ინსტრუმენტებს და მაშინ არ მქონდა მოჭირო გამესაზღვრეს ყველაფერი და აი თუ დამეხმარებით 88 წლის კაცი ვარ და თუ დამეხმარებით რომ მისი ნომერი მომცეთ არა გადავუკრავდი და არ გადავაგდებდი ახლა არ დავჭვიდი ისე უბრალოდ დიდ მადლობას მოგახსენეთ წინდაცინი იმედი მაქვს მე წარმოშობით ბორჯომადი კაცი ვარ და იმედია რომ დამეხმარებით ხომ არ გახსოვთ შემთხვევით ვის გადაცემაში იყო ეს
პიროვნება, ვინც ინსტრუმენტებს ამზადებს. ჟურნალისტი ვინ იყო, ხომ არ გახსოვთ? მე არ მახსოვს. მე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ისე გარეგნულად კი დავიმახსოვრე, მაგრამ კეთილი. აი კარგი. მაშინ არ ვაპირებდი, თორემ ნომერსაც დავიწერდი მაშინ. კი ბატონო. გავესაუბრები ობიექტივის პროდიუსერს და აუცილებლად ვკითხავ მოჭრილი მსხლის ხიდან ინსტრუმენტის დამზადება გსურთ. კარგია, ნეტა ისე იყოს, რომ ამ ინსტრუმენტზე დაკვრის ხალისი გქონდეს ყველას და სასიმღერო და სალხენად გქონდეს საქმე ყველას. თქვენს, ჩვენს ტელემაყურებლებსაც და საერთოდ საქართველოს მოსახლეობას. ეს მინდა მე, მთელი გულით მინდა. რაღაცნაირად მინდა იმაში დაგარწმუნოთ, რომ ვიღაცისთვის პოლიტიკა შეიძლება არის სივრცე, ადგილი, რომ რაღაცას მიაღწიოს, რაღაცას კამი და თანამდებობა და რაღაცა კონდეს. მქონდა ეს თანამდებობაც და მაშინაც გარეთ ვიყავი და ხალხთან ერთად ვიყავის ყველგან, სოფლებშიც და რაიონებშიც და ქალაქებშიც. იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მოსმენა, მათი რჩევების გაზიარება, გათვალისწინება, მათი ტკივილის გააზრება და ეხლაც პოლიტიკაში ჩემი პირადად და დაათოთ არხანმოურავის და ჩვენი გუნდის ყველა ესე ვფიქრობთ. მონაწილეობის მთავარი მიზანი არის, რომ რაღაცა სიკეთე შევმატოთ ჩვენს ქვეყანას. რაღაცაში შევეშველოთ ჩვენს თანამოქალაქეებს. თუნდაც რაღაცა სწორი აზრები გაუზიაროთ ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არავის მოსმენა არ უნდა. და ძალიან ცუდი მდგომარეობაა სხვათა შორის, როდესაც არავის მოსმენა არ გინდა. მე 55 წლის ვარ უკვე და როდესაც ბავშვიც კი რაღაცას მეუბნება და სიმართლეა ხოლმე ხშირად ამ ბავშვების აზრებში, ვცდილობ ეს გავითვალისწინო და ჩვენ უნდა რაღაცნაირად შევძლოთ და მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის გვესმოდეს. აი ეს ხიდით ჩატეხილია ხელისუფლებასა და ჩვენი ტიპის ოპოზიციას შორის, თორე არ ვიცი, მე იმათ, ვისაც სიკეთე არ უნდა ჩვენი ქვეყნისთვის არ ვთვლი მე ოპოზიციად. და ჩვენა ვართ სწორედ ის ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის ამ ხელისუფლებას სასიკეთო აზრებს უზია. მისთვის სასიკეთო აზრებსაც და ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში სასიკეთო აზრებს უზიარებდა, მაგრამ მომსმენიც უნდა გყავდეს. მომსმენიც ამ შენი აზრებისა. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობა სალბატონოირმა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, თქვენი გამოცენა და თქვენი საფედერალო პრეზიდენტის სასიამოვნოა. და მე ისტორიები თქვენ პარტია პარლამენტში ეს ძალიან ხალხი ახასიათებს და მე ასეთ კითხვას დავსვავდი. ეს დემოკრატია ძალიან უკვე დამახასიათებელს იქცა. უფრო ხომ არ აჯობებდა თანასწორებიანობა ქვეყანაში. ვიდრე დემოკრატია რაც ინტერესებს თავისუფლება ვიღაფარობდა მაგით შეიძლება არაფერი არ არის. მე მეცნია თანასწორებიანობა ქვეყანაში. ევროპა გაგვიჩენებია, ნატურა ევროპის უნდა ვისწრაფოდეს. ევროპაში არის თანასწორებიანობა. თუ თანასწორებიანობა არის, მაშინ იმდენი მილიარდერები ვარიან, ისინი ხო ხალხის ესენებენ ამ მილიარდებს და ჯერიდან აღწევს. ხო და სადაც მილიარდები არ შეიძლება ქვეყანაში დემოკრატიას დავარქვათ რამ. მადლობთ. თავდება გადაცემა სულ ცოტა დრო დარჩა. აი ეს თანასწორუფლებიანი მართვა თქვენ რო ბრძანებთ და თანასწორობა ეგ დემოკრატიის ნაწილი არის. თქვენ შეიძლება ტერმინი დემოკრატია არ გამოიყენოთ, მაგრამ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი არის.
დაასრულდა ჩემი დღევანდელი გადაცემა, წერან აზრი გამიწყდა, იმაზე მინდოდა მესაუბრა კიდევ რა ნეგატიური ხერხი აითვისა ქართულმა ოცნებამ. ეს არის სიების დაშლა. აი, მოწინააღმდეგე კი არა და ოპონენტი პარტიების სიების დაშლა. და მე ამ თემაზე აუცილებლად ვილაპარაკებ. წლების მანძილზე პატრიოტ ალიანსის სიებს მუდმივად ერჩოდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ გამოყავდათ იქიდან საუკეთესო კანდიდატები, ასაქმებდნენ ქართულ ოცნებაში და დამსაქმებელთა პარტია ვართ გოგუშინ. იუმორით უყურებდით ამ თემას, იმიტომ რომ 2014 წლიდან რა ვიცი, დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ხა გვარებს არ ჩამოვთვლით, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები სხვათა შორის. ჩვენი პარტიის წევრები და კანდიდატები რომ უნდა ყოფილიყვნენ სიის წევრები. რამდენიმე საათში ოცნებაში გადაასკუპეს და თანამდებობები შესთავაზეს. ეხლაც ყოველი არჩევნების წინ ხდება ესე. და ეხლაც იგივე რამ ხდება. ცდილობენ მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მარტო ერთ-ორ რაიონში, დაგვიშალონ სიები, გამოიყვანონ ჩვენი სიებიდან ფასეული წევრები ამ სიის და შესთავაზონ ქართულ ოცნებაში დასაქმება. აი ასეთი რამ ხდება მაგალითად ბორჯომში. და დღეს ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ვიცი, რასაც აკეთებს ქართული ოცნება ჩვენი სიის წევრების მიმართ. და ცოტა მიწაზე დაეშვით რა, ეს ბორჯომის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი მერობის და კიდევ სხვა პირები, ვინმე კურატორი პარტიიდან, ქართული ოცნების პარტიიდან, ვინმე ჯიშკარიანი თუ არ ვიცი რა გვარია, რომლებიც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ, რომ პატრიოტ ალიანსის სია დაგვიშალოთ ბორჯომში. არ გინდათ რა ესეთი რაღაცეები. დამიჯერეთ, არაფერს სიკეთეს ეს თქვენ არ მოგიტანთ, თორე ჩვენი სია ნამდვილად არ დაიშლება. და ამ თემაზე მე აუცილებლად გავაგრძელებ საუბარს და კიდევ სხვა რაიონებშიც სად რას აკეთებთ, როგორ გსურთ ჩვენი სიების დაშლა, ამაზეც უკვე მე პერსონალურად მივაწვდი ინფორმაციას ჩვენს ტელემაყურებელს. ეხლა გემშვიდობებით პატივისცემით. კიდევ შევხვდებით, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.